სულ ტყუილად ადანაშაულებენ. ჩემი სიძე ასეთი ადამიანი არ არის. მასწავლებლები არიან. ხელფასი არ ყოფნით. ჩემმა სიძემ ფული ასესხა. ამაში ცუდი რა არის? ასეთი ხასიათი აქვს. თავადაც იცი, არ აინტერესებს ხალხი რა სიტყვის. საუკეთესო მეოჯახე და ღირსეული ადამიანია. შენც ხომ იცი ჩვენ გამო, რამდენი გააკეთა. მე არ მეწოდინება? ცდილობდა იმ გნომს გაყოლოდი ცოლად. იქნებ ნანობ, რომ უარი უთხარი. სტამბოლში უზრუნველად, შვიდად იცხოვრებდი. ფუფუნებაში იქნებოდი. მგონი შენ ნანობ ყველაფერს. ალბათ მიზეზს ეძებ, რომ თავიდან მომიშორო. ასე რომ იყოს მოუკვდებოდი. იმ ტიპს ცოლად რომ გაყოლოდი, ვერ გადამირჩებოდა. პატარა საფლავიც ექნებოდა. სათამაშო. სისულელეს ნუ ამბობ. საინტერესოა, უშენო ცხოვრება შევძლებ. არაზროს მიმატოვო, კარგი? ძვირფასო თუ შეამჩნიე დავქორწინდით. მაგაზე არ გეუბნები, საერთოდ ვამბობ. რაც არ უნდა მოხდეს. არ მიმატოვო. არ მიგატოვებ. ვერ მიგატოვებ. არავის მივცემ იმის უფლებას, რომ ჩვენ შორის ჩადგეს. დამპირდი. ჩვენი ოჯახები რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი ჩვენ ვართ ასიე. ჩვენ ორი. სამი. 4 ნახევარი. ნახევარიც კი არ არის. ხოლ 3 საათზე ექიმთან ვართ ჩაწერილი. იქნებ ამარეულობაში და გავიწყდა. ვიცი, არ დამიწყებია. თუ შეიძლება დამავიწყდეს. როგორც იქნა ერთმანეთს გავიცნობთ. სქესის გაგება შეგვიძლია? არ ვიცი. ადრე არ არის? არ ვიცი. მამა პირველად ხვდები. საინტერესოა არა? ბავშვის გაკეთება იცი. შემდეგ უკვე არაფერი. ინფორმაცია არ გაქვს. წიგნი ვიყიდოთ და რამე გავიგოთ. არ მინდა ბავშვთან შევწყვე.